ყოველ ორშაბათს, 4 შაბათსა და პარასკევს, 17 საათსა და 10 წუთზე. გადაცემა კომპეტენტური პასუხის ღია ეთერში მოწვეულ სტუმრებთან ერთად გაიმართება დისკუსია კვირის მნიშვნელოვან თემებზე. მოусმინეთ, ჩაერთეთ დებატებში და მიიღეთ პასუხი თქვენთვის საინტერესო კითხვებზე. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელები. აუტანელ გარემოებაში ცხოვრობენ ეს ადამიანები. კიდევ ერთი ნიუანსი, რაც ყველაზე საოცარია. საიას მძღოლი ყოფოდა არაფრის მდგომარეობა. განგაში საფუძველი არ იყო, რომ დღეს არ განახლებულიყო იქ სასწავლო. ჩვენ ზუსტად ვიცით რა მდგომარეობაა თამარის დასახელება. ბატონო გიორგი, საუბარია იმის შესახებ. აბა მეტი რა არის, უმოქმედო ეტაპობრივია და ეტაპები უნდა გაიარონ. დიახ, რა პრეტენზიები გაქვთ? თავისი თვალით ნახოს, რომ ამ ადამიანებს ნამდვილად უჭირთ. კვირის მთავარი თემებით და კომპეტენტური სტუმრებით ეთერშია მაია ვარშანიძის საავტორო გადაცემა კომპეტენტური პასუხი. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, თქვენ აჭარის რადიოს უსმენთ ტალღაზე FM 104.5. ეთერშია გადაცემა კომპეტენტური პასუხი, რომელსაც ჟურნალისტი მაია ვარშენიძე უძღვები, ჩემთან ერთად ხმის ოპერატორი ქეთევან ნაცვლიშვილი მუშაობს. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კიდევ ერთი პოლიტიკური პარტიის საქართველოს გზა სალომე ზურაბიშვილი წარმომადგენელია დღეს კომპეტენტური პასუხის სტუმარი. ეს ის პოლიტიკური გაერთიანება, რომლის ხელმძღვანელი თვითმმართველობის ამ არჩევნებს ტესტის მნიშვნელობას ანიჭებს. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სწორედ თვითმმართველობის არჩევნების შედეგები განსაზღვრავს მის მომავალ გეგმებს. რას თავაზობს პარტია ამ უმრჩეველს და რას შეცვლიან ისინი თვითმმართველობებში გამარჯვების შემთხვევაში. ამ და სხვა კითხვებს კომპეტენტურ პასუხში საქართველოს გზა სალომე ზურაბიშვილი რეგიონული შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ბარამიძე უპასუხებს. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ რადიო მსმენელებს, განსაკუთრებით ბათუმელებს. ბატონო ირაკლი, ვიდრე კანდიდატებს გააცნობთ მსმენელს და თქვენს პროგრამაზე ისაუბრებთ, მანამდე იმ ინციდენტზე გკითხავთ, რომელიც თქვენს ერთ-ერთ მაჟორიტარს რამდენიმე დღის წინ შეემთხვა. საუბარია ირაკლი ირემაძის დაკავებისა და რამდენიმე საათში გათავისუფლების შესახებ. ბატონო ირაკლი, თქვენ მაშინ განაცხადეთ, რომ ეს ინციდენტი პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდა. რა გაძლევდათ ამის თქმის საფუძველს და რა იყო ოფიციალური მოტივი მაჟორიტარობის კანდიდატის დაკავების და აქვე დავამატებ, რომ ეს არამოწურულოა მხოლოდ ამ შემთხვევით, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, რამდენიმე კიდევ შტაბის წევრი იქნა დაკავებული სწორედ ნარკოტიკული შემოწმების. დიახ, რაც შეეხება ჩვენ ამ ფაქტს, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ეს დიახ არის პოლიტიკური ზეწოლა, ეს არის იმ რეპრესიების რაღაც ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც იმ 9 წლიანი ეპოქის შემდეგ კიდევ ნარჩენებით არის წარმოდგენილი დღევანდელ მთავრობაში. მე ვთვლი და ჩვენი გუნდი თვლის, რომ ეს იყო და არის მიზანმიმართული ქმედება სამთავრობო კანდიდატის მიერ. ეს რო ყოფილიყო მხოლოდ ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატის ირაკლი ირემაძის დაკავებით დასრულებული, ჩვენ კიდევ ვიფიქრებდით, რომ ეს იყო შემთხვევითობა. თუმცა იქვე გააკეთეთ განცხადება, რომ ეს სწორედ პოლიტიკური მოტივი. დიახ, ეს იყო პოლიტიკური, დიახ, აუცილებლად იყო, იმიტომ რომ დაახლოებით 21 დღე გქონდა დარჩენილი არჩევნებამდე და მე შტაბის ხელმძღვანელს მთელი დღე მომიწია, დაახლოებით 7 საათი მომიწია საპატრულოსთან ყოფნა. ანუ შემიფერხთა 14 შტაბი გვაქვს გახსნილი ბათუმის ტერიტორიაზე მხოლოდ, დანარჩენები გვაქვს გობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შვახევი. ანუ მე შევფერხდი, ჩემი შტაბები შეფერხთა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი შეფერხთა და რა შეიძლება ამას დავარქვათ, თუ არა პოლიტიკური ზეწოლა და წნეხი. რაც შეეხება სხვა ჩვენი შტაბის წევრების დაკავებას, ესენი არიან ორი მათგანი არის ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის კოჩა გუგუნავას ახალგაზრდების წევრი. ისინი ასევე ეგრეთ წოდებულ ჭაობის დასახლებაში ჩვენ შტაბში იყვნენ დაკავებული საქმიანობით, მუშაობდნენ შტაბში. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა აჭარის მთავარი სამმართველოს დაუძახა მათ, გამოიყვანა შტაბიდან და ისინი გადაიყვანენ ნარკოტესტზე. ანუ გამოდის ის, რომ ნარკოტესტი იქცა რაღაც შტაბის შეფერხების, თქვათ, ესეთ ბჭყალებში საფუძვლად, რომ საპატრულო პოლიციას დიახ კანონით აქვს ამის უფლება, მაგრამ მას კანონით არ აქვს იმის უფლება, რომ შტაბთან მივიდეს, შტაბში შევიდეს და ასე შემდეგ. გასაგებია შტაბში არ შესულა,
მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამან მიიღო იმ პერიოდში პერმანენტული ხასიათი და ვთვლით, რომ ეს იყო პოლიტიკური ზეწოლა. ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, ჩვენ მიმართეთ არასამთავრობო ორგანიზაციას, ჩვენ მიმართეთ ცენტრალურ მთავრობას, ჩვენ მიმართეთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს. ამის შემდეგ შეწყდა ეს პირდაპირ დაჭერები და ეხლა გადავიდნენ უკვე პლაკატების ომში. პლაკატების ომზე ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვამბობთ ვარს. ჩვენ მოვდივართ სიყვარულით. რას გულისხმობთ პლაკატების ომში? დიახ, ჩვენ მოვდივართ სიყვარულით, ჩვენ მოვდივართ პათუმელობით, ჩვენ მოვდივართ ღირსებით. ჩვენ ამ ღირსებით გვინდა მივიდეთ სტარტიდან ფინიშამდე, ანუ 15 ივნისამდე. ჩვენ ვამბობთ ვარს ყველანაირ ბინძურ მეთოდებზე, გარიგებებზე, პლაკატების დახევებზე და ასე შემდეგ. ღიად გახსნილად მივდივართ ვესაუბრებით მოსახლეობას. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ჩვენი დაწერილი წერილის მოსახლეობამდე მიტანა. გასაგებია ბატონო ირაკლი. და ამაში გვიშლიან ხელს მე დავასახელე. ვინ არის ადრესატი აი ამ ხელს? დიახ, მე დავასახელე პიროვნებები კონკრეტული არის ესეთი ზონის კოორდინატორი მერვე ოლქზე. ვინმე გოგიტიძე, რომელიც თავისი მანქანით სურათების გვაქვს გადაღებული წარმოვადგენთ, ვინც ხევს ამ პლაკატებს, ჩვენ პლაკატებს ებძვიან დღეს დილით გამთენიისას კონკრეტულად ქართული ოცნების სახელისუფლებო კანდიდატები. დიახ, სახელისუფლებო კანდიდატების უпростоრად რასაკვირველია, დიახ, ეს ამ ადამიანებმა, როდესაც ჩვენ დიდი ხმაურის შემდეგ მოგვექცა ყურადღება არასამთავრობოების და საზოგადოების, რომ ნამდვილად ხორციელდება პოლიტიკური წნეხი ჩვენ პარტიაზე, ჩვენს მიმართ, შემდეგ გადაწყვიტეს, რომ რატომღაც პლაკატების ომით ჩვენ მოგვერევიან, ესე ვთქვათ, აი სრული პასუხისგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ვერ შეგვაფერხებს ვერაფერი იმ ამოცანას, რომელ ამოცანასაც ქვია ჩვენი დაწერილი წერილის მოსახლეობამდე მიტანა. ჩვენ ამას აუცილებლად შევასრულებთ. თუმცა მე, როგორც ბათუმელი, როგორც არა შტაბის ხელმძღვანელი ამ შემთხვევაში, როგორც ბათუმელი ვისურვებდი, რომ ჩვენი კამპანია მთლიანად ყველა პარტიის იქნება სამთავრობო სახელისუფლებო ვისურვებდი, რომ ყოფილიყოს ღირსეული და კანონის ფარგლებში. თქვენ რას უკავშირებთ პირადად ამ ქმედებას? რას უკავშირებდა კოჩა გუგუნავა დღეს ბათუმში არის? მხოლოდ არის ის, რომ დაუშვათ არასამთავრობო ორგანიზაციების ყურადღების არეალში მოექცა თქვენი არა, დიპლომატიურმა კორპუსმა ალბათ გააკეთა განცხადებები რამოდენიმე გასაკვირველია ცენტრალურ მთავრობას მიაწოდეს ინფორმაცია რამოდენიმე საელჩომ, ვისაც ჩვენ მივმართეთ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ამაზე ნიუ-იორკიდან გააკეთა განცხადება, რომ ეს რეალურად ესე ხდება. და აი ამის გაგრძელება არის ის, რომ თქვენი პლაკატები ჩამოიტანილია სახელისუფლებო კანდიდატების მხრიდან. დიახ, ჩვენ კონკრეტული ფაქტები გვაქვს. მე მანქანის ნომრებიც დავასახელე, თუ რომელი მანქანა ხევს ამ პლაკატებს, რომელი ბავშვები, რომლებიც დავალებებს ასრულებენ. და ჩვენ მაინც ვარს ვამბობთ, რაც არ უნდა პლაკატები მოხიონ, ჩვენ წერილს მივიტანთ ამორჩევლამდე, ჩვენ ვამბობთ ვარს ყველანაირ სიბინძურეზე, უღირს საქციელზე და ასევე მოუწოდებ ყველა იმ მარათონში ჩართულ პარტიებს მაქსიმალურად შეეცადონ კანონის ფარგლებში მიიღონ მონაწილეობა და უარი თქვან ასევე უღირს საქციელებზე. აქედან გამომდინარე გკითხავთ ბატონო ირაკლი, თქვენ როგორ ფიქრობთ სახელისუფლებო აცხადებთ, რომ ეს აგრესია, ესე ვთქვათ, ეს ქმედებები სწორედ სახელისუფლებო კანდიდატების მხრიდან მოდის. რით არის ეს კიდევ განპირობებული იმითაც ხომ არა, რომ ისინი თვლიან თქვენ როგორ რასაკვირველია, ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ ნაციონალური მოძრაობის მართლობის პერიოდში, იმ 9 წლიანი, ესე ვთქვათ, ბოგინის პერიოდში, მოსახლეობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნაციონალური მოძრაობა დღეს არის აბსოლუტურად გათიშული, გასული პოლიტიკური ველიდან, თუმცა საპარლამენტო დონეზე ისინი კიდევ რჩებიან, მაგრამ თვითმმართველობებში ხალხი მათ არ აირჩევთ. ეს იცის ძალიან კარგად ქართულმა ოცნებამ, კოალიციამ, ცენტრალურმა მთავრობამ, ადგილობრივმა მთავრობამ გამოჩნდა ადამიანი გოჩა გუგუნავას სახით, რომელიც არის ბათუმელი, რომელიც არის ღირსეული ოჯახის შვილი, რომელიც უყვარს მთელ ქალაქს და ყავს უამრავი სანათესაო და სამეგობრო და არის კარგი მენეჯერი. ადამიანი, რომელიც 18 წლიდან მუშაობს, მას აბრალებენ ძალიან ბევრ რაღაცას და მე მინდა გავაკეთო ისეთი მცირე
დასაბრალებენ ბათუმში. განცხადება მინდა გავაკეთო, რომ ადამიანები ფიქრობენ, რომ ბათუმელები არა, ვიღაცას ნერგავს იდეოლოგიას ბათუმში თითქოს გოჩა გუგუნავა ვინმესთან ძველი მთავრობებიდან იყო ასოცირებული. არა, ბატონებო, გოჩა გუგუნავა 18 წლიდან ის მუშაობდა და მუშაობს დღესაც, მუშაობს და იმუშავებს ხვალ. ჩვენ გვაქვს შემუშავებული სპეციალური პროგრამა არა დაპირებების, არამედ პროგრამა პროგრამაზეც უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ ბატონო ირაკლი და ასევე თქვენს მერობის კანდიდატთან დაკავშირებითაც. თუმცა მანამდე გითხავთ, თქვენი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ ეს არჩევნები მისთვის და პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რომ მის შედეგებზეა დამოკიდებული მომავალი გეგმები. თქვენ ყოველდღიურად ხვდებით მოსახლეობას. როგორია მოქალაქეების განწყობა თქვენი პარტიის მიმართ? დიახ. პირველი ქალბატონი სალომეს ან ჩვენი პარტიის ლიდერის განცხადებაზე კომენტარს გავაკეთებდი მხოლოდ იმას, რომ ის არის კარგად გამოცდილი დემოკრატი, კარგად გამოცდილი დასავლური მენტალობის და აზროვნების მქონე ადამიანი, პატრიოტი თავისი ქვეყნის, რომელსაც უნდა, რომ ეს ტესტი, რასაც ქვია ასოცირების ხელშეკრულებამდე ბოლო ტესტი, საქართველოს ჩაატაროს ღირსეულად კანონის ფარგლებში, ისე როგორც ეკადრება ჩვენ ერს. აი ამაზე ამახვილებდა ქალბატონი სალომე ყურადღებას, რომ ჩვენ ევროპელებმა უნდა მოგვაქციონ ყურადღება, უნდა შემოგხედონ, უნდა ნახონ თუ რა ღირსეული ერი ვართ. ის ჩვენი კულტურა, ის ჩვენი ისტორია დღეს უნდა ვაჩვენოთ ჩვენ მთელ ევროპას, რომ ჩვენ შეგვწევს იმის უნარი, რომ ერთმანეთს ღირსებით, ღირსეულად პოლიტიკურად ვებრძოლოთ და არა იმ მეთოდებით, რომელი მეთოდებიც სამწუხაროდ ერთ-ერთმა პარტიამ გააჩაღა ბათუმში. ამ კონკრეტულ ქალაქზე მაქვს ამ წუთას საუბარი. ეხლა კი დაუბრუნდეთ მერობის კანდიდატს. თქვენ ახსენეთ, რომ გოჩა გუგუნავა არის კარგი მენეჯერი, კარგი ბათუმელი. მხოლოდ ეს თვისებებია საკმარისი იმისთვის, რომ იყოს კარგი მერი ქალაქის ბატონო. დიახ, მე ვფიქრობ, როგორც არაშტაბის ხელმძღვანელი ამ წუთას, როგორც ბათუმელი, როგორც ამომრჩეველი, მე საერთოდ ვცდილობ ყოველთვის ბატონ გოჩას უყურო როგორც ამომრჩეველი. დიახ, როგორც ამომრჩეველი, ჩვენ დღეში დაახლოებით 7-8 შეხვედრას მართავთ მოსახლეობასთან, თქვენ წინა კითხვაზე პასუხი ვერ გაგეცით, გაგცემთ ეხლავე ამაზეც პასუხს. 7-8 შეხვედრას მართავთ მოსახლეობასთან, ჩვენ მეთევზეებიდან დაწყებული მშენებლებით დამთავრებული ძალიან ბევრ ადამიანს ხვდებით. განწყობა არის სამწუხაროდ ნიჰილიზმი კიდევ ერთხელ მძვინვარებს საქართველოში, ზუსტად ეს განპირობებულია იმ დანაპირებებით, რომელიც თავის დროზე ქართულმა ოცნებამ მოახვია მოსახლეობას, რომ ის აუშენებდა ამ მართლაც კოშკებს. დღეს მოსახლეობას დანაპირებების აღარ სჯერავს. ამიტომაც ჩვენ შევიმუშავეთ ესეთი დასავლური მაკეტი, ესე ვთქვათ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ადამიანებს ვეუბნებით და კონკრეტულად გეგმებს ვაცნობთ თუ რა არის გამოსავალი, ანუ როგორ უნდა გამოვიდეთ, როგორ უნდა ვაქციოთ ბათუმი უკეთეს ქალაქად, როგორი შეიძლება იყოს ბათუმი ხვალ, თუ ჩვენ ამეებს შევასრულებთ და თუ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, აი ამას ვთავაზობთ ჩვენს ამომრჩეველს და არა იმას, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ, იმას გავაკეთებთ და რაღაც უაზრო დაპირებებს. კონკრეტულად გვაქვს გაწერილი პროგრამა, რომელიც დაწერილია ძალიან პროფესიონალების მიერ და მათ შორის გოჩა გუგუნავა პირადად მიიღო ამონაწილეობა ბათუმის სპეციფიკიდან გამომდინარე, ის უშუალოდ იყო ჩართული ამ პროგრამის დაწერაში და მის ინტერესში შედიოდა, რომ ბათუმელების ინტერესი ყოფილიყო დაცული მაქსიმალურად დაწყებული სოციალურად დაუცველი დამთავრებული შშმპ პირებით. ეხლა რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას. თქვენი მეორე კითხვა გოჩა გუგუნავას ეხებოდა ისევ და ისევ. გოჩა გუგუნავას მენეჯერობა მე ნამდვილად გეტყვით, რომ არ ნიშნავს იმას, რომ ის უნდა იყოს ქალაქის მერი. თუმცა მე კითხვა დავსვი შემდეგნაირად. მე კითხეთ, რომ არის მხოლოდ ეს თვისება საკმარისი და კარგი ბათუმელობა იმისთვის, რომ კარგი მერი იყო. დიახ, კარგი ბათუმელობა არის ერთ-ერთი კომპონენტი იმისა, რომ იყოს მერი ადამიანი, რომელიც ფეხით ივლის ქალაქში და ის ხალხს ეყვარება, თავის ამომრჩეველს ეყვარება. მეორე, კარგი მენეჯერი ნიშნავს გამართულ მერიას, გამჭირვალე მერიას,
ადამიანებს, რომელსაც დღემდე არ ღირსებიათ მიღების საათები უშუალოდ მერთან, ეს შესაძლებლობა ექნებათ გოჩა გუგუნავას მერობის შემთხვევაში. მესამე, ეს იქნება ინფორმაციული წვდომა მერიასთან, ადამიანებს ექნებათ საშუალება გააკეთონ თავიანთი მიწის დაკანონება იქნება, ამა თუ იმ საკითხებზე მისვლა იქნება უმარტივესად. აი ეს არის მენეჯერული ნიჭის გამოვლინება, რომელსაც მე დარწმუნებული ვარ, გოჩა გუგუნავა თავისი მერობის შემთხვევაში გამოავლენს. რაც შეეხება კონკრეტულად თქვენს კითხვას, რომ გოჩა გუგუნავას ქალაქ ბათუმის მერობა, თქვათ მხოლოდ მისი მენეჯერული უნარჩვევები არის თუ არა საკმარისი ქალაქ ბათუმის მერობისთვის, დიახ, ეს არ არის საკმარისი, მაგრამ მისი შინაგანი განწყობა, აი მთელი ქალაქი ხედავს, მთელი ბათუმი ხედავს, თუ როგორი მონდომებულია ის 18 წლიდან დაუღალავი შრომით მან მიაღწია იმდენს, რომ დღეს არის ის ბათუმის მერობის კანდიდატი, მისი სახელი არ არის დასრული, ის არ მოდის პოლიტიკიდან, ის არასოდეს არ იყო არც ერთი გუნდის წევრი, არც სამთავრობო. ფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში თქვენი კანდიდატის უპირატესობა სწორედ ამ შემთხვევაში. რასაკვირველია, ის მოდის ქალაქიდან, ის მოდის ქალაქელებისთვის, ის მოდის ბათუმელებისთვის და არა რომელიღაცა პარტიიდან გასამარჯვებლად, იმიტომ რომ რომელიღაცა პარტია გაწიოს წინ. აქედან გამომდინარე, ამ თქვენ კითხვებზე ამომწურავად მე მგონი გავეცი პასუხი და კიდევ ერთხელ ვფიქრობ, რომ არ უნდა გავაკეთოთ აქცენტები ესე, რომ ბათუმელია გოჩა, კარგი ბათუმელია, ამიტომ მერი, კარგი მენეჯერი, ამიტომ მერი. არა, ის ყველა ერთად, რაც გოჩას გააჩნია, ის შრომის უნარიანობა, პასუხისმგებლობა, ის მოთხოვნა, რაც თუნდაც დღეს ჩვენ საარჩევნო კამპანიაში როგორი მომთხოვნია და 24 საათის განმავლობაში მუშაობს, აი ზუსტად ამ ყველაფრისგან ერთად გამომდინარე, მას აქვს შანსი ქალაქ ბათუმის მერობის შემთხვევაში, მან ჩვენი ქალაქი აქციოს ბევრად უფრო უკეთესად და ჩვენი ბათუმელების ყოფა, იქნება სოციალურად დაუცველები, თუ იქნება მეთევზეები, მათი ყოფა ცხოვრება გააუმჯობესოს. ბატონო ირაკლი, ძალიან მნიშვნელოვანი არის ის პროგრამა, რომელსაც თქვენ ამ მრჩეველს თავაზობთ. ბევრი საუბრეთ იმის შესახებ, რომ ეს პროგრამა შემუშავებულია პროფესიონალების მიერ და ბუნებრივია მასში უნდა იყოს ასახული, როგორ ფიქრობთ, თვითმმართველობაში რა უნდა შეიცვალოს პირველ რიგში და რა უნდა იყოს ქალაქის ხელმძღვანელისთვის პრიორიტეტული. დიახ, აი ერთ-ერთი პუნქტია ჩვენს პროგრამაში, აი როგორი უნდა იყოს ქალაქის საკრებულო. ქალაქის საკრებულო უნდა დაკომპლექტდეს ასევე კომპეტენტური, მზრუნველი, პასუხისმგებლიანი და თავისი ქალაქის ერთგული ადამიანებით, ვისაც ხალხი ენდობა და ვინც თავისი ცხოვრების წესით და მწამსით იმსახურებს იყოს ხალხის რჩეული. თვითმმართველობა არ შედგება ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთობის გარეშე. ერთობა საერთო საკითხების გადაწყვეტაში აქტიური ჩართულობაა. რეალური თვითმმართველობა ნიშნავს საზოგადოებრივ აზრზე დაყრდნობით გამოტანილ სწორ და დროულ გადაწყვეტილებებს. რეალური თვითმმართველობა გულისხმობს საზოგადოებასთან უწყვეტ დიალოგს. აი ეს გვაქვს გაწერილი ჩვენ თუ როგორი უნდა იყოს საკრებულო. ანუ მე ვთვლი, თუ ესეთი იქნება ჩვენი საკრებულო, რაც აქამდე მოკლებული ვიყავით ამ ფუფუნებას, მე ვფიქრობ, რომ საკრებულო სწორად მიაწვდის მერიას და დარწმუნებული ვარ, აი გოჩას მერობის შემთხვევაში ის მენეჯერული ნიჭი, ის მენეჯმენტი, რომელიც მას აქვს, მერიის სწორად გამართულობაში იქნება ასახული. ბატონო ირაკლი, სიებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. თქვენი პარტიის ხუთეულს ვინ წარმოადგენს და რა ნიშნით შეირჩა ეს ადამიანები, მე გულისხმობ ბათუმის შემთხვევაში. ჩვენ შევეცადეთ პირველ რიგში, ჩვენი სია შემდგარიყო განსაკუთრებით პირველი ათეული ბათუმელებით, იმ ადამიანებით, ვინც უყვართ ქალაქში, ვისაც იცნობენ, ვისაც ესალმებიან და ასევე შევეცადეთ არ დაგვერღვია გენდერული ბალანსი. ჩვენ ამისაც შეხვედრა ქონდა დღეს. დიახ, დღეს ამ საათზე ქონდა, დიახ, ბატონ გოჩას ქონდა შეხვედრა ქალბატონებთან, რომ ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ჩავჯდეთ იმ ევროპულ მოდელში, რომელ ევროპულ მოდელსაც თქვენ სიებში გენდერული ბალანსი დაცულია? დიახ, სხვა პარტიებთან შედარებით ჩვენ სიებში გენდერული წონასწორობა უფრო მე ვფიქრობ, უფრო ახლოს არის დემოკრატიასთან, ვიდრე სხვა პარტიებში. ანუ ჩვენ ვიზიარებთ იმ ხედვებს,
იმ პარტიულ ხედვებს, რომელიც ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს აქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც დემოკრატია ქვია, რასაც ევროპული ფასეულობები და ღირებულებები ქვია, მაგრამ ჩვენი ქართული ღირსებით, ქართული ეთნო ისტორიით უნდა შევიდეთ ევროპის, უნდა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავისადგუროთ ამ ევროპულ ოჯახში და აქედან გამომდინარე ზუსტად ვაკეთებთ ისე, რომ ჩავჯდეთ მაქსიმალურად დემოკრატიულ ჩარჩოებში. ანუ ჩვენი სიის პირველი ნომერი არის ბიზნესმენი გიორგი კაკაბაძე. ეს ადამიანი არის წლების განმავლობაში, ასევე 16 წლიდან აქვს მას სოფელ ხელვაჩაურში, სოფელ თოდოგაურში დაწყებული დასახლება არის ხელვაჩაურის რაიონში, დაწყებული აქვს ბიზნესი და დღევანდელ დღემდე ის ძალიან ბევრს მუშაობს, მას აქვს უკვე აწყობილი ბიზნესი, 200-მდე ბათუმელი ყავს დასაქმებული, მიუხედავად იმ პერიპეტიებისა, რომლებიც მთელი ამ ჩვენი ბოლო 20 წლის განმავლობაში გამოვიარეთ, ის ღირსეულად აკეთებს თავის საქმეს. სიის მეორე ნომერი ყავს ბათუმში ერთ-ერთი კარგად ცნობილი ბატონი ექიმი ზურაბ ჟღენტის ქალიშვილი, ეს არის სალომე ჟღენტი, ვინც დაამთავრა სორბონას უნივერსიტეტი და ჩამოვიდა პარიზიდან დაბრუნდა და დღეს ცდილობს, რომ ის შევიდეს საკრებულოში იმისთვის, რომ ის ევროპული მოდელი და ის დემოკრატიული ფასეულობები დაიცვას საქართველოში და შეეცადოს, რომ აი ეს ქართული რაც გვაქვს ჩვენ რითიც ვამაყობთ, ის შეიტანოს ევროპაში. ერთგვარი ხიდი უნდა იყოს სალომე ბათუმსა და ევროპას შორის. ზუსტად ამიტომ ჩვენ დავასახელეთ სალომე ჟღენტი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ შევეცადეთ, რომ ყოლოდა პედაგოგები, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ჩვენი გუნდი, გოჩა გუგუნავას გუნდი, გოჩა გუგუნავა აკეთებს ერთ-ერთ პრიორიტეტად გოჩასთვის არის ახალგაზრდობა, მომავალი თაობა, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ ყოლოდა პედაგოგები. ეს პედაგოგები არიან ბათუმისათვის ძალიან საყვარელი ადამიანები, ეს გახლავთ ქალბატონი მანანა სულაბერიძე, ეს გახლავთ ქალბატონი ირინა ნაკაშიძე, ეს გახლავთ ქალბატონი ნესტან ხაბაზი, ესენი მაჟორიტარები არიან. ქალბატონი მანანა ბენზესა და მახინჯაურში იბრძოლებს. ქალბატონი ირინა ბარცხანა ბონის დასახლებაში და გარადოკის დასახლებაში. ქალბატონი ნესტან ხაბაზი არის ასევე სიის მეხუთე ნომრის ბატონი ალექსანდრე ბერიძის მეუღლე, რომელიც გორკის ქუჩაზე მეშვიდე ოლქში იბრძოლებს, სადაც დაიბადა და გაიზარდა გოჩა გუგუნავა და სადაც იმედი გვაქვს, რომ ქალბატონ ნესტანს არ გაუჭირდება გამარჯვება და მათ უსურვებ წარმატებებს. რაც შეეხება სიის სხვა წევრებს, ისინი დაკომპლექტებული არიან, როგორც მოგახსენეთ, ისე გენდერული ბალანსის დაცვით, თუმცა იქ არის უკვე მოგეხსენებათ ბათუმში უკვე დღეს შედის ხელვაჩაურის ნაწილი, დიახ, გონიო და ყავს წარმომადგენლები ისეთი. მე მაინტერესებს ბატონო ირაკლი, ყავს თუ არა თქვენს პარტიას მუნიციპალიტეტებში გამგებლის პოზიციაზე და მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატები უკვე? მაჟორიტარულ, დიახ. ჩვენ ყავს ქობულეთში ძალიან კარგი კანდიდატი, ქობულეთელი ადამიანი, ასევე ყავს ქედაში და ასევე ყავს ხულოში. ჩვენ მოგეხსენებათ ქალბატონმა სალომემ თვითონ ვარი განაცხადა ზურაბიშვილმა ამ თვითმმართველობებში მონაწილეობაზე, მას ალბათ სავარაუდოდ ვარიც ეთქმებოდა, თუმცა ჩვენ გავაკეთეთ აქცენტი ბათუმზე. აქცენტი გაკეთდა გოჩა გუგუნავაზე და გოჩა გუგუნავამ გააკეთა აქცენტი საქართველოს გზაზე, იმ ევროპულ ღირებულებებზე და იმ ევროპულ ფასეულობებზე, რომელსაც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ნერგავს საქართველოში უკვე წლებია. სწორედ ეს არის მთავარი მახასიათებელი, რითაც გამოირჩევა პარტია? და არის თუ არა ეს საკმარისი თქვენი აზრით ამ მომრჩევლეს მხარდასაჭერად? მე ვფიქრობ, ის შერწყმადობა, რაც გოჩა გუგუნავას ზემოთ ჩამოთვლილ, თქვათ, ზემოთ ჩამოთვლილ ამ უნარებში გამოისახება, ასევე ქართული გზის ის ხედვები არის ძალიან შერწყმული და ორივე ერთად იქნება ტანდემში იდეალური. ჩვენ ვთვლით, რომ ეს იყო იდეალური ვარიანტი, გოჩა გუგუნავა თვითონ მისი პიროვნება, მისი ქალაქელობა, მისი ეს უნარი და ჩვევები, ის სამუშაო გამოცდილება, მენეჯმენტი იქნება თუ მისი შრომის და პასუხისმგებლობა, როგორც მას უყვარს და ის საქართველოს გზა, რომელიც სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს და ლიდერობს, რომელსაც ვფიქრობთ, რომ საკმარისი იქნება ბათუმში ჩვენი ამომრჩევლების
ესე ვთქვათ, ის წერილი მიუტანოთ, ეს პროგრამა გავაცნოთ და ამ ამორჩევლებს ჩვენ დავუმტკიცოთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ მოვდივართ ქალაქის სიყვარულით, ახალგაზრდა თაობა, ახალგაზრდა გუნდი და მოვდივართ ჩვენი ღირსებით, ჩვენი წარსულით და ჩვენი მომავლით და პრიორიტეტად ისევ და ისევ ვისახავთ ახალგაზრდებს, რომელი ახალგაზრდებიც ხვალინდელ საქართველოს შეცვლიან უკეთესობისაკენ. ბატონო ირაკლი, თქვენ განაცხადეთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მთავარ კონკურენტად სწორედ თქვენი პარტია არის. თავად როგორ ფიქრობთ, თქვენი მთავარი კონკურენტი ვინ არის? კონკურენტებად ჩვენ ესე კონკრეტულად კონკურენტს ვერ მოვიაზრებთ, იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებთ შიდა კვლევებს, ჩვენ ყავდა უცხოელები ჩამოყვანილი, ერთი კვირის წინ დაასრულეს მათ სამუშაო, მათ დაგვიდეს ჩვენ შიდა კვლევები, ჩვენ გვაქვს ის, მაგრამ ჩვენ არ ვაცხადებთ ამასთან დაკავშირებით თუ როგორია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველას გვაქვს თანაბარი შესაძლებლობები, თუ არ იქნება ის ზემოთხსენებული რაც ფაქტები, რომელზეც მე ვისაუბრე, თუნდაც ის პლაკატების ჩამოხევა, დაჭერები და ასე შემდეგ, ჩვენ თუ ყველა თანაბარ პირობებში ვიბრძოლებთ, მე ვფიქრობ, რომ ყველა კანდიდატი ჩვენთვის არის კონკურენტი, მაგრამ თავარია კანონის ფარგლებში ვებრძოლოთ ერთმანეთს და არა იმ ფორმებით, რომელი ფორმებითაც გამოაცხადა ერთ-ერთმა პარტიამ ბრძოლა. საიდან გაქვთ ფინანსები იმისთვის, რომ აწარმოწინოს საარჩევნო კამპანია? დიახ, ფინანსებს რაც შეეხება, ფინანსები ოფიციალურად არის საქართველოს გზა, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ბათუმის შტაბს, ესე ვთქვათ, გოჩა გუგუნავა თავისი ბიზნეს საქმიანობიდან ბატონ გიორგი კაკაბაძესთან ერთად, რომელსაც ორ ადამიანს, ორ ბიზნესმენს აქვს თავისი ლეგალური შემოსავლები, ისინი ლეგალურად ეწევიან წლების განმავლობაში ბიზნესს, რაც არის დეკლარირებული და რაც არის გადამოწმებული არაერთხელ შემოსავლების სამსახურის მიერ და ის თანხა ლეგალურად იხარჯება ამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს. რას აკეთებთ ამორჩევლის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად? ამორჩევლის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად პირდაპირ ვეტყვით, რომ ჩვენ ამორჩეველს არ ვპირდებით. ჩვენ ამორჩეველს ვეუბნებით, რომ ჩვენი მოსვლის შემთხვევაში ვიმუშავებთ ესე, როგორც გაწერილია ამ პროგრამაში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. გადაცემაში მონაწილეობისთვის მსმენელს შევახსენებ საქართველოს გზა სალომე ზურაბიშვილი რეგიონული შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ბარამიძე პასუხობდა კომპეტენტურ პასუხში დასმულ კითხვებს. გადაცემა ჟურნალისტი მაია ვარშენიძე უძღვებოდი, რეჟისორის პულტთან კი ხმის ოპერატორი ქეთევან ნაცვლიშვილი მუშაობდა. გემშვიდობებით პარასკევამდე.